კიდევ ერთი პრეპარატი, რომელსაც უამრავი ადამიანი იყენებს. კამელინი, რა ამბიცია აქვს ამ პრეპარატს და დასაშვებია თუ არა ერთი იმუნომოდულატორით რამდენიმე დაავადების მკურნალობა. შიდსი, სიმსივნე, დამწვრობა, ვენერიული ქრონიკული, ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებები, ფიზიკური ტრავმები. რატომ მიმართავენ უმძიმესი დაავადებების მქონე პაციენტები თაფლით დამზადებულ პრეპარატს? როგორ შეიქმნა კამელინი 50-იან წლებში? მოთხოვნები იყო ძალიან დიდი პარტიების გაგზავნის თბილისიდან. პაციენტების ისტორიები. 40 ნემში შემდეგ დაიწყო უკუქცევა. კამელინმა იმუნიტეტი ამიმაღლა, უკეთესად იცნობდა. მიშველა ყველანაირად და ოპერაცია აღარ დამჭირდა. ექიმების აზრი. სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტის შესახებ საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია. კიდევ ერთი სამედიცინო თემა ჩვენს გადაცემაში. კამელინის წარმომადგენლები და სკეპტიკურად განწყობილი ექიმები ერთად სტუდიაში. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. მოგესალმებით, დღეს შაბათია, საღამოს 9 საათი და პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. პრეპარატ კამელინზე კვლევები ისევ გაგრძელდა. კვლევები მიმდინარეობდა კანადის, შეერთებული შტატების, გერმანიისა და ინგლისის ცენტრებში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მაღლაკელიძეების პრეპარატს ლიცენზია მიანიჭა როგორც იმუნომოდულატორს. რა არის კამელინი და დასაშვებია თუ არა მისი გამოყენება ერთდროულად შიდსის, სიმსივნური დაავადებების, ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ. თაფლით დამზადებული პრეპარატი, რომელსაც კიბოთი დაავადებული პაციენტებიც იყენებენ. ჩვენი რეპორტაჟის პირველი ნაწილი. რა არის კამელინი და არის თუ არა ის კიბოს წამალი? როგორც მაღლაკელიძეები ამტკიცებენ, ბენედიქტე ძაგული მაღლაკელიძის გარდაცვალების შემდეგ 27 წელი მხოლოდ ვიწრო წრეში ვრცელდებოდა. პრეპარატზე კვლევა 2004 წლიდან გაგრძელდა. კამელინმა ჯანდაცვის წამლის სააგენტოდან ლიცენზია 2006 წლის თებერვალში მიიღო, როგორც იმუნომოდულატორმა. ძირითადად ამ პრეპარატს ახასიათებს იმუნომამოდულირებელი თვისება, ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო თვისება და იგი ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული კომბინირებულ მკურნალობაში, მათ რიცხვში ონკოლოგიური დაავადებების დროსაც, მხოლოდ არა მონოთერაპიის სახით, ანუ იზოლირებული თერაპიის სახით, არამედ მხოლოდ კლასიკურ მკურნალობასთან, მემხედველობაში მაგ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად. ლიცენზიის მიღების შემდეგ კვლევა ბალნეოლოგიის ცენტრში გაგრძელდა. ექიმები გვეუბნებიან, რომ კამელინი არის ის ბიოპრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას. ეფექტი იყო ძალიან კარგი. მოხსნა ტკივილის ფაქტორი და ტკივილის ფაქტორი ალბათ მაინც პირობადებული იყო ანთებითი პროცესებით. როგორც ჩანს, აი ეს ანთებითი კერა დააშოშმინა. ბიოპრეპარატია, რომელიც თავისი მოქმედებით საკმაოდ ფართო საშუალებებს იძლევა. როგორც უკვე ცნობილია, გარდა ანტისიმსივნურისა, ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტარული, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენელი თვისება და სწორედ აი ამ კუთხით ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის კვლევები, რომელიც ჩატარდა ჩვენს ცენტრში. მაღლაკელიძეები ამბობენ, რომ კამელინი შეიძლება გამოიყენებოდეს ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციების, ტროპიკული წყლულებისა და კიბოს დაავადებების დროს. ექიმების აზრი ამ შემთხვევაში ორად იყოფა. მთელს მსოფლიოში არაერთ კვლევით ინსტიტუტში თუ სამეცნიერო ცენტრში მიმდინარეობს უამრავი კვლევები, რათა გამოიძებნოს ეფექტური საშუალებები ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობისათვის. რაც შეეხება კამელინს, დომენტოლს, გაგნოლს თუ ნებისმიერ სხვა ასეთ პრეპარატს, როგორც წესი, ესეთი პრეპარატები არიან იმუნომოდულატორები, რომლებიც იწვევენ იმუნური სისტემის სტიმულირებას, ანუ აქტივირებას და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე სამწუხაროდ პარალელურად, როგორც წესი ხდება მეორე პროცესიც, ასევე აქტივირდება ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედების ტრანსფორმაციაც და მათი გამრავლებაც. შესაბამისად, ასეთი პაციენტები სამწუხაროდ უკვე 6-7 თვის შემდეგ მომართავენ ონკოლოგიურ დაწესებულებებს, უკვე დაავადების შორწასულ სტადიაში, როდესაც ვლინდება მეტასტაზები თავის ტვინში, ფილტვში, ღვიძლში და მკურნალობის ეფექტურობა უკვე გაცილებით დაბალია. ვაძლევთ რეკომენდაციას კამელინის მიღებისათვის
ექიმები, როდესაც პაციენტი იმყოფება მეოთხე სტადიაში. კამელინის მკურნალობის შედეგად არის დადებითი დინამიკა, რომლებიც გრძელდება დაახლოებით 6 თვის ან 1 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც აღინიშნება დროებითი მდგომარეობის გაუმჯობესება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, რა თქმა უნდა, სიმსივნე თავიდან პროგრესირებს. თეორიულად მე შემიძლია გითხრათ, სიმსივნე, ონკოლოგიური დაავადება პირველ რიგში ეს არის იმუნური სისტემის დარღვევა. და თუ ორგანიზმში კამელინს შეუძლია იმუნური სისტემის, ესე იგი, გაძლიერება და იმუნური სისტემის აღდგენა, ესე იგი, აი ამ გზით მე მგონი, როგორც მექანიზმი ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი ვერსიაც. პრეპარატს ამ საწარმოში ამზადებენ. ინექცია, სანთელი, მალამო და კაფსულა ნატურალური თაფლისგან მზადდება. თაფლი აუცილებლად წაბლის უნდა იყოს. მე თქვენ ახლა მინდათ გაჩვენოთ ის დანადგარი, რომელიცაც ძეწდება მის პირველადი ფილტრაცია, დამუშავება და იმ კონდიციამდე მიყვანა, რომელიც უკვე ის გამოიყენება საწარმოო პროცესში სხვადასხვა ფორმების შესაქმნელად. თქვენ ახლა შემიძლია გაჩვენოთ, როგორ იწარმოება კამელინის ამპულები. ამპულა სითხე, რომელიც დოზირდება, სპეციალური ამპულა, რომელიც არის D დახურული ტიპის და ის ქართულად სტერილურია, მას ჩვენ ვიღებთ გერმანიიდან. ქინძმარაულის ქუჩაზე დამზადებულ პრეპარატ კამელინს სამკურნალოდ უამრავი ადამიანი იყენებს. არიან პაციენტები, რომლებმაც კამელინის საშუალებით, როგორც თავად გვეუბნებიან, კიბო დაამარცხეს. აი, აქ კერდის ძვალთან, როგორც ინდაურის კვერცხი, იმხელა სიმსივნე განვითარდა და ქიმიები გავიკეთე, მაგრამ უშედეგოდ აღარ მიშველა. გავიკეთე 40 ნემსი კამელინი და პარალელურად ვიღებდი ფემარასაც. 40 ნემში შემდეგ დაიწყო უკუქცევა, სიმსივნეა. არ ვიცოდი მე მაშინ რომ ჰემანგიომა მქონდა, მიმალავდნენ ამას და კამელინმა იმუნიტეტი ამიმაღლა და უკეთესად ვგრძნობ თავს. კერჩი აღმოჩნდა ფიბრომატოზული კერები, რომელიც საჭიროებდა აუცილებელ ოპერატიულ მკურნალობას. გავიკეთე 40 ინექცია, შემდეგ ჩავედი თბილისში ისევ საოპერაციოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ფიბრომატოზული კერები უკვე გაწოვილი იყო. ფუტკარი როგორც აფთიაქარი ოთარ რამიშვილმა ცნობილი სიმღერა ფუტკარი სწორედ მაღლაკელიძეების პრეპარატს მიუძღვნა. მიმზადებს სამალს საუნდტროპოში მივედი, მეცხრე საუნდტროპოში და მითხრეს რომ გამშინჯეს ყელის ოპერაცია უნდა გაიგეთო, იოგზეო პოლიპი გაქვს. მერე შეიძლება ხმას დაკარგო. კამელინმა მიშველა ყველანაირად და ოპერაცია აღარ დამჭირდა და ფუტკარი დავწერე და მერე მიუძღვენი ქეთი მაღლაკელიძე. კამელინს აწერია, რომ მას უკუჩვენება არ გააჩნია, მაგრამ ხშირად კამელინი ფორუმებსა და სოციალურ ქსელებზე საჯარო გარჩევის თემა გამხდარა. მომხმარებლების გარკვეული ნაწილი წერს, რომ პრეპარატმა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესა. როგორც მაღლაკელიძეები ამტკიცებენ, მათი გამოგონილი პრეპარატი საქართველოს საზღვარსაც გასცდა. კამელინი უკვე 2 წელია ამერიკის სუპერმარკეტებში იყიდება როგორც იმუნომოდულატორი. რა შედეგს იძლევა კამელინი, როცა მას შიდსის წინააღმდეგ საბრძოლოდ იყენებენ? შიდსის ცენტრში პრეპარატს სკეპტიკურად უყურებენ. რა თქმა უნდა, ცდებით არის მათ დადასტურებული, რომ ის ძალიან კარგ შედეგს იძლევა შიდსის მკურნალობის, შიდსის ვირუსთან ბრძოლას გულისხმობ და სრულიად კარგი იქნება, ასე ვთქვათ, მისაღები იქნება მისი გამოყენება შიდსის მკურნალობის დროს. იცით რა, კამელინი რა თქმა უნდა გამიგია და როგორ არ გამიგია და ალბათ ყველას გაუგია, ვინც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ
შიცთან მიმართებაში ცოტა არასერიოზულად მიმაჩნია, მსუბუქად რო ვთქვათ, ამ თემაზე საუბარი. კამელინის შეძენა ექიმის დანიშნულების გარეშე საქართველოში ყველა სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. პრეპარატი რეცეპტის გარეშე გაიცემა და მკურნალობის კურსი 2-დან 5 თვემდეა. 1946 წელს ბენედიქტ მაღლაკელიძის მიერ გამოგონილი პრეპარატი, რომელსაც საბჭოთა კავშირის წამყვანი ონკოლოგიური ცენტრები კიბოს საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. ცნობილია გამოჩენილი რუსი პროფესორების წერილები პრეპარატის ანტისიმსივნურობის შესახებ. ბენედიქტ მაღლაკელიძის პრეპარატს საბჭოთა კავშირის ფარმაკო კომიტეტმა კამელინი დაარქვა. ჩვენი რეპორტაჟის მეორე ნაწილი. კამელინის ისტორია. ძაგული მაღლაკელიძე, ვის სახელსაც პრეპარატის გამოგონება უკავშირდება, იმ დროს საგარეჯოში მთავარ ქირურგად მუშაობდა. ერთ საღამოს მას მუცლის არეში ღრმა ჭრილობით პაციენტი მიუყვანეს. დაჭრილს ძაგული მჭრილობა თაფლით ამოუსო და გაუკერა. ავადმყოფი ვადაზე ადრე გამოჯამრთელდა. სწორედ ამ შემთხვევამ გადააწყვეტინა ექიმ მაღლაკელიძეს თაფლის სამკურნალო თვისებების შესწავლა და პრეპარატზე მუშაობის დაწყება. შედეგები იმისთან არაჩვეულებრივი იყო, რომ გადაწყვიტა ამ თაფლიდან მიეღო ისეთი უკვე პროდუქტი, პრეპარატი, რომელსაც შეიყვანდა მოახვედრებდა სისხლში პირდაპირ, ესე იგი ინექციის სახით, რომ უნდა დაემუშავებინა. წლების მანძილზე მუშაობდა ამაზე და თან პარალელურად ცდები ტარდებოდა, ანალიზები კეთდებოდა, თუ რა მოქმედება აქვს ამას ყველაფერს. პრეპარატზე აქტიური მუშაობის გასაგრძელებლად ძაგული მაღლაკელიძე თბილისში სისხლის გადასხმის ცენტრში გადმოყავთ მეცნიერ თანამშრომლად. კამელინის სამკურნალო თვისებები რომ დაემტკიცებინათ, მაშინდელმა მთავრობამ საჭირო რაოდენობის მეტპერსონალი და ფულადი სახსრები გაიღო. მას მერე რაც დადგინდა, რომ კამელინი არის ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, უკვე ინტერესი გაჩნდა, რომ კამელინი შესწავლილი იყო როგორც ანტიბლასტომური საშუალება. ძაგული მაღლაკელიძესთან ერთად პრეპარატზე აკადემიკოსი კონსტანტინე ერისთავიც მუშაობდა. სისხლის გადასხმის ცენტრში კამელინის ანტიბლასტომური თვისებების დასამტკიცებლად ცდები ტარდებოდა და პრეპარატით სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს კურნალობდნენ. კამელინზე მუშაობის პროცესს ძაგული მაღლაკელიძის თანამშრომელი და მეგობარი იხსენებს. ბატონი ძაგული ხვდა, რომ სიმსივნურ ავადმყოფებზე იმოქმედებს კარგად და ჩვენ მართალია ატარებდით სიმსივნურ დაავადებული ავადმყოფებზე და სიმსივნე მაგალითად დიდი მოცულობის რომ იყო, ის პატარდებოდა თანდათანობით. ან ტკივილები ჰქონდათ, ტკივილებს უხსნიდა და ტემპერატურაც ეცემოდა. სრული განკურნება არ მორჩენია. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ კამელინის ანტიბლასტომური თვისებები მაშინ ეჭქვეშ დააყენა და ძაგული მაღლაკელიძის გამოკვლევებს შეცდომა უწოდა. ბატონი ძაგულის მოხსენება მე მახსოვს საბჭოს დომაზე, სადაც მან მოიყვანა პაციენტები განკურნებული, თქვათ, იმ პათოლოგიური პროცესიდან, რომელსაც ისინი უჩიოდნენ. ეს ავადმყოფები იყო წარმოდგენილი უფრო უფრო მეტად ონკოლოგიური ასეთი პრობლემიდან. რამოდენიმე პაციენტის ასეთი სიტყვიერი გადმოცემით თითქოს ისინი გრძნობდნენ ბევრად უკეთესად თავს და ამავე დროს გრძნობდნენ განკურნებულად თავს. გამოდიოდა ცნობილი მაშინდელი პათოლოგანატომი და პროფესორი ვლადიმერ ჟღენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მართალია ეს პაციენტები, რომელმაც გაიარეს შემოწმება და თითქოს გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათ ჰქონდათ ბლასტომური პროცესი, არ დადასტურდა ბლასტომური შემდგომში პროცესი და მათ დაუშვეს შეცდომა გამოკვლევის დროს. მისი თქმით, ბატონ ვლადიმერ ჟღენტის თქმით, შეუცდომელი არავინ არ არის და მოხდა შეცდომა და ამიტომ გამოვეკიდებით ბლასტომურ პროცესებს. კამელინის ანტიბლასტომურობაზე ცდები მოსკოვსა და ლენინგრადში ჩატარდა. სწორედ საკავშირო ფარმაკო კომიტეტმა დაარქვა პრეპარატს სახელი კამელინი. კამელინმა თურმე მაშინ იმდენად კარგი შედეგი აჩვენა, რომ მოსკოვიდან პრეპარატის დიდი რაოდენობით გაგზავნის თხოვნაც მოვიდა. საქართველოში დაადგინეს, რომ კამელინი არის ანტიბლასტომური, მაგრამ ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლები არ ვიყავით, ხო, ერთ-ერთი რესპუბლიკა ვიყავით. ესე იგი, ამას აქ არავინ დაგვიჯერებსო და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გამეორდეს რუსეთში.
ნუ ჩატარდა იგივე გამოკვლევები მოსკოვსა და ლენინგრადში და ნუ იგივე დასკვნა მიიღეს, რომ არის ანტიბლასტომური. მოსკოვში იყო ესეთი ცნობილი ბლოხინის კლინიკა ონკოლოგიური, იქიდან ეს ძველი მასალებიც არსებობს ამისი დოკუმენტები, იგზავნებოდა მოთხოვნები, ვთქვათ, მილიონი ამპულის გაგზავნაზე აქედან. მიუხედავად იმისა, რომ კამელინის ანტიბლასტომურობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თანხმდებოდნენ, რომ პრეპარატს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ 1974 წელს, როცა ძაგული მაღლაკელიძე გარდაიცვალა, პრეპარატის შესწავლაც შეწყდა. ძალიან მოკლე დროში ეს კონსტანტინე ერისთავიც გარდაიცვალა და ახლა დედაჩემმა როგორც ჩანს ვერ შეძლო თვითონ უკვე მხოლოდ მარტო გაეგრძელებია ამ საქმის იგი ხელმძღვანელობა და ფაქტურად გაჩერდა ეს ყველაფერი შეწყდა. მონაცემი, რომელსაც ახლა ეკრანზე წარმოგიდგეთ, მოწოდებულია კამელინის გაყიდვების სამსახურის მიერ. ეს არის ცნობები საქართველოს სხვადასხვა სააფთიაქო ქსელიდან წლიური მაჩვენებელი კამელინის მოხმარებისა საქართველოში. თუ 2007 წელს შევადარებთ წინა წელთან, პრეპარატის მოხმარება 13%-ით არის გაზრდილი. 2008 წელს კი 2007 წელთან შედარებით 14%-ით. 2009 წელს წინა წელთან შედარებით 14.5%-ით. და იგივე მაჩვენებელი ფიქსირდება 2010 წელს 2009 წელთან შედარებით. და ჩვენ განვაგრძობთ კამელინის შესახებ საუბარს, ამჯერად ჩვენ სტუმრებთან, წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ბატონი კობა გურიელიძე, კომპანია კამელინის აღმასრულებელი დირექტორი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ბატონი ლადო კუჭავა, ონკოლოგი, მოგესალმებით ბატონი ლადო, ბატონი გოჩა დავლიანიძე, კამელინ დისტრიბუშენის ბიზნესისა და კორპორაციული განვითარების დირექტორი და ქალბატონი ლალი შარვაძე, შიცისა და იმუნოდეფიციტების დისპანსერული განყოფილების გამგე ასოცირებული პროფესორი, მოგესალმებით ქალბატონი ლალი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ბატონ კობა, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას, პირველი შეკითხვა საერთოდ რაც ჩდება ხოლმე კამელინთან არის ის, რომ როგორ შეიძლება თქვათ გამოიყენებოდეს ერთი პრეპარატი უამრავი დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად. მინდა გითხრათ, რომ ერთი პრეპარატიც არ არის, რომ გავარკვიოთ ერთხელ და სამუდამოდ. კამელინი ამჟამად აწარმოებს 4 სახეობის პრეპარატს და სულ მალე უკვე რეგისტრაციაში გადის ესე იგი შესასხურებელი ფორმა, ესე იგი პირის ღრუში და ცხვირის ღრუში. იქნება ეს ფორმები. მინდა წარმოგიდგინოთ კამელინი M1, ასე ვთქვათ, ეს არის ამპულების ფორმა, საინექციო. წარმოგიდგენთ ასევე კამელინი M2, ეს არის კაფსულების ფორმა. არის კამელინი M4 სანთლების ფორმა და არის კამელინი M3 მალამო. ეს პრეპარატები არის იწარმოება ქარხნული წესით, ლიცენზირებული და აქვს სხვადასხვა მოქმედების მექანიზმი. მე ჩავერთე 2007 წლიდან ამ კამელინის საქმიანობაში. ახალი ჩამოსული ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რა მინდა იცით რომ განვარტოთ, აი სახელდება ერთი მხრივ დაავადებების სიმსივნური, შიცი და ასე შემდეგ და ამათთან მიმართებაში კამელინს რა ეფექტის მოცემა შეუძლია? ეხლა მოგახსენებთ, ეხლა რაც შეეხება შიცის შემთხვევას, ეს განხორციელდა მონრეალში, ლედი დევისის შიცის ცენტრი გახლავთ, რომლის დირექტორიც პროფესორი მარკ ვაინბერგი არის და პირველადი მონაცემები, რომელიც მან დადო კამელინის შესახებ, იყო ძალიან ასე ვთქვათ, იმედის მომცემი. მან ეს მასალები გადმოგვიგზავნა ჩვენ და თან მოაყოლა ის თხოვნა, რომ რადგან ეს პრეპარატი, ასე ვთქვათ, დარეგისტრირებული არის საქართველოს ბაზარზე, უპრიანი იქნებოდა ეს კვლევები დაუშვათ გაგვეხორციელებინა, კლინიკური კვლევები გაგვეხორციელებინა საქართველოსში შიცის ცენტრში. და ამ მოტივით ჩვენ მივედით შიცის ცენტრში და ვთხოვეთ, რომ ესე იგი გაგვეხორციელებინა ეს კვლევა. ანუ ჩვენ მონოთერაპიას არ ვითხოვდით, ჩვენ ვთხოვეთ უბრალოდ ესე იგი ჩვეულებრივი სტანდარტული კვლევაში ჩართულიყო კამელინის დამატებაც და რა პასუხი მიიღეთ? არა, პასუხი აქამდე ჯერჯერობით ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ რატომღაც თავი შეიკავეს ამ მიმართულებით კვლევაზე და ჩვენც ამ მომენტზე გავჩერდით. მაგრამ მონრეალში ამჟამად კიდე მეორე სტადია მიმდინარეობს კვლევების ამ მიმართულებით.
მაგრამ ესე იგი ეს დროში ცოტა გაწელილი არის, იმიტომ რომ ცოტა უფრო მაღალი ეტაპის კვლევებია და გასაგები ბატონობა დაგიბრუნდებით ისევ თან მიმართებაში იყოს სულთლიანად ეს. ქალბატონ ლალის მინდა ვკითხო, რახან შიძე იყო აქ საუბარი. ქალბატონ ლალი, თქვენ რას ფიქრობთ კამელინის შესახებ, მის მიმართებას ასე ვთქვათ შიცთან დაკავშირებით? აი ბატონმა ახსენა რომ შევთავაზეთო შიცის ცენტრს ბატონ თენგის რომ აი ეს კამელინი რაღაც კვლევის სახით გამოგვეყენებინა. მე ზუსტად არ ვიცი რა უპასუხა ბატონმა თენგიზმა, მაგრამ მე ჩემდა თავად მინდა გითხრათ რომ როცა რაიმე კვლევა გადაწყდება, კვლევის საკითხი, კვლევას გააჩნია ჩვეულებრივ ზოგადად ესეა რომ საკმაოდ ესეთი კაცრი პროტოკოლი, იქ უნდა იყოს განსაზღვრული თქვათ კრიტერიუმები თუ როგორი პაციენტები ჩაერთვებიან კურნალობაში, ეს იქნება ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად, მონოთერაპიის სახით, უმკურნალო ავადმყოფები თუ როგორი ავადმყოფები და ასევე ძალიან მკაცრად გაწერილი უნდა იყოს პროტოკოლში, როგორი იქნება შეფასების კრიტერიუმები. ანუ რას ველოდებით ამა თუ იმ პრეპარატით, სრულ განკურნებას, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ვირუსის ერადიკაციას ორგანიზმიდან თუ რას, აი ბატონობა, შეგიძლიათ ამ შეკითხვებს გასცეთ? რა თქმა უნდა, აბსოლუტურ სწორს ბრძანებს ქალბატონი, აბსოლუტურად ვეთანხმებით. ეს უბრალოდ ჩვენ შევთავაზეთ მონრეალის კვლევებთან დაკავშირებით. შევთავაზეთ, რომ ხომ არ გაგვეხორციელებინა ასეთი კვლევა პაციენტებზე, მაგრამ არ ვითხოვდით მონოთერაპიას. ვითხოვდით გარკვეულ ჯგუფ ავადმყოფებზე დაგვემატებინა კამელინის მოქმედება და შეგვესწავლა ეს ამბავი და შეგვედარებინა. თანამშრომლობას ეხლაც ვთავაზობთ და იმედია საჩხუბარი არაფერი არ აგვაქვს აბსოლუტურად და იმედია რომ ისინიც წამოვლენ ბატონადო ონკოლოგიურ სფეროში ამ პრეპარატს რამდენად კარგად იცნობ? ონკოლოგიურ სფეროში პრეპარატის გამოყენებას მონოთერაპიის სახით ამ თავად ვგეთქვით რომ არ დავეთანხმები. ამ თავად ვგეთქვით რომ არ დავეთანხმები. იმიტომ რომ ონკოლოგია საკმაოდ რთული პრობლემაა იმ თვალთახედვით რომ კიბო როგორც დიაგნოზი ეს არ არის კონკრეტული დიაგნოზი, ეს არის კრებითი ცნება და ყველა ორგანოს კიბო მიმდინარეობს თავისებურად და ყველა ორგანოს კიბოდ ის ტრადიციული მეთოდები რომელიც ონკოლოგიაში მთელ მსოფლიოშია მიღებული თავისებური მიდგომა აქვს ტრადიციულ მეთოდებსაც. ანუ როდის გამოვიყენოთ ქირურგიული მკურნალობა ამა თუ იმ ლოკალიზაციის სიმსივნის დროს, როდის გამოვიყენოთ ქიმიოთერაპია, როდის გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ტარგეტული თერაპია, როდის ჩავთოთ იმუნომოდულატორული პრეპარატები, როდის გამოვიყენოთ ქიმიოთერაპია. შესაბამისად, ონკოლოგიაში დღეს უკვე ბევრი რამე გახდა ცნობილი, ონკოლოგია არ არის ბნელით მოსილი დარგი, როგორც სადღაც არის გავრცელებული საზოგადოებაში აზრი და არც კიბო არ გახლავთ სასიკვდილო განაჩენი. კიბო არის მძიმე დაავადება, რომლის კურნება გარკვეულ სტადიაზე საკმაოდ მაღალი ეფექტურობით შეიძლება. შესაბამისად, ყველა იმუნომოდულაციური პრეპარატი, რომელიც დღეს არის, შესაძლებელია ეს გამოყენებული იქნას სიმსივნის კურნალობის დროს, ოღონდ არა მონოთერაპიის სახით. მიდგომა ონკოლოგიაში დღეს სიმსივნური ავადმყოფის მკურნალობისადმი პრაქტიკულად ეს არის კომპლექსური და არ შეიძლება ერთი რაიმე მეთოდზე აქცენტის გაკეთება, თუ ეს არ არის სოლიდური სიმსივნე, ისიც ძალიან საწყის სტადიაში. და ონკოლოგები, აი კონკრეტულად კამელინით საქართველოში დაინტერესდნენ? საქმე იმაშია, რომ აი როგორც ძანა ბატონმა კობამ, რომ მათ ჰქონდათ კონტაქტი შიცის ცენტრთან ერთობლივი კვლევის თაობაზე, სხვათა შორის ჩვენთანაც მობრძანდნენ, ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ. ჩვენ არ გამოგვითქვია უარი, რომ შეგვედგინა შესაბამისი პროტოკოლი და ის გამოყენებული ყოფილიყო იმ ინფორმირებული თანხმობის შემდეგ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამის კონტინგენტ ავადმყოფებში, მაგრამ შემდეგ რატომაც კონტაქტი არ შედგა და არ ვიცი, ალბათ შედგება. რა, ისეთ ძალიან საინტერესოა თქვა, რატო არ შედგა კონტაქტი? ბატონი გოჩა შეიძლება გასცეს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ მას კი ბატონ გოჩა. მათთან დახარების ასე ვთქვათ, რატომ ვერ მოხერხდა ურთიერთგაგება, ასე ვიტყვი ონკოლოგებსა და არანაირ ურთიერთგაგებაზე, გაუგებრობაზე უფრო სწორედ ბოდის ვიხდი არ არის საუბარი. მართლაც ბრძანებს ბატონი ლადო, მე პირადად გახლდით ონკოცენტრში, მის ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრა. გადავეცი მას გარკვეული მასალები. პრეპარატი მათთვის ცნობილია, არ არის ეს რაღაცა სიახლე, პირველად მიტანილი დოკუმენტაციით და ასე შემდეგ. გამოთქმული იქნა მართლაც თანხმობა და დიდი სურვილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც ერთი ისეთი მარტივად გადასაწყვეტი საკითხი და შემოთავაზებული იქნა ასეთი რამ, რომ
მოდით სამეცნიერო საბჭოზე განვიხილოთ ეს საკითხი, გააკეთეთ თქვენ ეს პრეზენტაცია და შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილებას და დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით ამ კვლევებში. სამეცნიერო საბჭო მათი თანამშრომელი წინადრეს გარდაიცვალა თვითონ კლინიკაში, ძალიან 2 წლის წინ იყო ეს, ბატონი ლადო აბსოლუტურად სწორებს ბრძანებს, გადაიდო და დღემდე ვერ შედგა ეს ურთიერთობა ონკოლოგიის ცენტრთან. მაგრამ კამელინს აქვს დიდი ხნის ისტორია, ხო? აი ნახსენები იყო რომ 40-იანი წლებიდან იწყება მისი ისტორია. ამდენ ხანს რატომ ვერ მოხდა ამ საკითხზე, ესე ვთქვათ, უფრო მეტი სიცხადის შეტანა ამ ყველაფერში? არსებობს ლიტერატურა, ეს არის პრეპარატ კამელინის ანტისიმსივნური თვისებები, ქართულ და რუსულ ენაზე, მონოგრაფიული ხასიათის, ის მისი რედაქტორი გახლავთ აკადემიკოსი ბატონი ერისთავი და მის მონოგრაფიულ ნაშრომში შესული არის ის ძალიან საინტერესო შემთხვევები, რომელიც პირდაპირ მითითებული არის ავადმყოფობის ისტორიები, მისი ნომრები, სადაც ძალიან მაღალი ეფექტურობით კამელინის გამოყენება აჩერებდა სიმსივნური უჯრედების ზრდას და შესაბამისად მას ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა. გასაგებია, ბატონ კობა, ხომ არ რჩება ისეთი შთაბეჭდილება, შეიძლება მაყურებელსაც დარჩეს, მეც გარკვეულწილად გამოგიტყდებით და დამრჩა შთაბეჭდილება, გამომდინარე იქიდან ჩვენ ჩავწერეთ სპეციალისტები, რომლებიც საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. თქვენ თქვათ მოახერხეთ პაციენტების ნაწილის დარწმუნება, რომ კამელინი არის ეფექტიანი წამალი, მაგრამ გაგიჭირდათ სპეციალისტების დარწმუნება? არა, ვერ დაგეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ ახლა პრეპარატი ძალიან წარმატებით იყიდება ფარმაცევტულ ბაზარზე და ახლა ამდენ პაციენტს უბრალოდ ჩვენ ვერანაირად ვერ დავარწმუნებთ და ყველას დევნას ვერ დაუწყებთ. ექიმების გარკვეული ნაწილი და ეს დიდი ნაწილია ამ პრეპარატს უნიშნავს პაციენტებს და სულ ახლახან იყო მაგრამ ჩვენ ჩავწერეთ საკმაოდ ცნობილი ექიმები, რომლებიც სკეპტიკურად არიან. კი ბატონო, მაგრამ მე აქ ერთი კითხვა მაქვს, მაშინ მათ მიმართ დასასმელი. მე როდესაც მეკითხებით დაუშვათ რა კვლევები იყო განხორციელებელი კამელინის შესახებ, მე მოვიძიე ისტორიული მასალა. ამ მასალაზე დაყრდნობით, განვახორციელეთ სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში, თუნდაც პირველადი წინაკლინიკური მასალები, ანუ წინაკლინიკური კვლევები განვახორციელეთ და მასზე დაყრდნობით გარკვეული ეფექტი მივიღეთ. რა თქმა უნდა, აქ ასევე მონოთერაპიაზე ლაპარაკი ონკოლოგიაში მით უმეტეს არ შეიძლება, ამას არასდროს არც ერთ გამოსვლაში ჩვენ ეს არ გვითქვია, ჩვენ ყოველთვის ლაპარაკობთ, რომ კამელინი შესაძლებელია დაინიშნოს, რადგან შესანიშნავი იმუნომოდულატორია. გარდა ამის ახასიათებს ანტიკანცერო, ანუ ციტოტოქსიური ეფექტი, რაც კვებეკის უნივერსიტეტში, ილინოისის უნივერსიტეტში დამტკიცდა. შეგიძლიათ აი საუკეთესო შედეგები, რაც ამ პრეპარატს ჰქონია, ვთქვათ, ავადმყოფის საუკეთესო შედეგებს თუ ჩვენ ესე იგი გადავხედავთ ისტორიულ მასალას, აი ამ წიგნში არის აღწერილი ისტორია, მაშინდელი კვლევების შედეგები და აქ პაციენტები თითქმის არის მეოთხე კატეგორიის დამძიმებული პაციენტები, რომლებმაც ჩაიტარეს ქირურგია, დასხიური თერაპია, ჩვეულებრივი სტანდარტული ქიმიოთერაპია და შემდეგ იყვნენ კამელინზე უკვე გადასულები. ოფიციალური ის არის ისტორიები, ასე ვთქვათ, ოფიციალური ისტორია, ოფიციალურად დადასტურებული დიაგნოზები, რენტგენოგრამები და შემდგომ დაკვირვება, რაც ყველაზე მთავარია და რომელმაც მე მაგალითად გამოვოცა ამ ავადმყოფებზე, მიმდინარეობდა არა ერთჯერადად და რაღაც გარკვეულ პატარა მომენტში არავეთ 7-10 წლის განმავლობაში. გასაგები, რაც შეეხება უკუჩვენებებს, რაც შეეხება უკუჩვენებებს, არის ქონდათ თუ არა ასეთი შემთხვევები, იმიტომ მე არ მინდა რაღაც ასოციაციები გავავლო, თქვათ სხვა პრეპარატებთან, მაგრამ მოვამზადეთ გადაცემა სხვა პრეპარატის შესახებ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი შემდეგ გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ უბრალოდ იმ პრეპარატმა დიდი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას. ასეთი შედეგები ქონდათ თუ არა კამელინს? ესე იგი, უსაფრთხოებას რაც შეეხება ისევე იმ პერიოდშიც ძალიან დიდი კვლევები იყო ჩატარებული უსაფრთხოებაზე, ანუ ტოქსიურობაზე. ეს იყო დაწყებული თაგვებიდან, ბოცვერი და ძაღლი იყო გამოყენებული ამ კვლევებში. და იქ აბსოლუტურად დადასტურებულია
დაწყებული სისხლის წნევიდან, დამთავრებული ცხოველის ქცევით და ყველა ორგანოს ესე იგი განაკვეთია და აღებულია ანათლები და ესე იგი ნანახია რა ემართება კამელინის დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებით გარკვეულ ამ ცხოველებს. გასაგები, მე მინდა არავით არის უკუჩვენება აქ არ არის და ამაში შემიძლია აბსოლუტურად ყველას დაუჟდა ვისაუბროთ ამაზე. შემიძლია ვაჩვენო უამრავი მასალა ამის შესახებ. ეს ოფიციალური მასალაა და მე უბრალოდ ეხლა ავანტყოფი, რა თქმა უნდა, ერთნიშნულად ვერაზოს ვერ გეტყვით ეს რის ბრალი იყო. ეს გამორიცხულია უბრალოდ. მარტო კამელინზე იყო, მე მაშინ პარალელურ კითხვას დავსვამ. ან ის იმ ექიმს, რომელსაც ეჭვიეპარება რა კვლევის მასალაზე დაყრდნობით ამბობს, რომ კამელინს შეიძლება არაფერი ეფექტი არ ქონდეს. ან კამელინი იმუნოსტიმულატორია, კამელინი იმუნომოდულატორია. ეს უამრავი კლინიკური კვლევებით საქართველოში დადასტურდა. ეს არის ტუბერკულოზის ცენტრში, სადაც ეხლაც მიმდინარეობს კლინიკური კვლევები. უამრავი ექიმი არის, უამრავი კლინიკა, სადაც ჩვენ თანამშრომლებთ. გასაგები. ბატონო, თქვენ პირადად რა შეკითხვები გიჩნდებათ კამელინთან დაკავშირებით? თუ თქვენთვის, ასე ვთქვათ, ყველაფერი ცხადია ამ პრეპარატთან დაკავშირებით? მოდით მაშინ ასე ვთქვათ, მე აბსოლუტურად არ შემაქვს ეჭვი არავის ნათქვამში და არავის დაწერილში, მაგრამ მოდით სხვანაირად მივუდგეთ საკითხს. მე როგორც საკმაოდ დიდი სტაჟის ონკოლოგს, 20 წელიწადზე მეტია ონკოლოგიაში ვმუშაობ. მე როგორც იმ ცენტრის წარმომადგენელი, სადაც ყოველდღიურად რამოდენიმე ასეულობით ამოტოფი მოდის სამკურნალოდ, სადაც წელიწადში კეთდება რამოდენიმე 1000 ოპერაცია, ტარდება 10,000-ობით კურსები ქიმიოთერაპიის და სხიური თერაპიის, ხო? მინახია მე თუ არა კამელინით განკურნებული ამოტოფი. მინახია თუ არა კატრექსით განკურნებული ამოტოფი. ეხლა ახალი პრეპარატები, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის იმაში მე ეჭვი არ შემაქვს. კი ბატონო, შეიძლება სადღაც რაღაცა მასალა არსებობს. მაგრამ აი ეს ძალიან დიდი ზღვა მასალა, რომელიც მე გამაჩნია პირადად, გამიგეთ, და არაერთი ამოტოფი ყოფილა ჩემგან წასული და ნამკურნალების სხვადასხვა პრეპარატებით, მე ასეთი მორჩენილი ამოტოფი არ მინახავს. კიდევ ერთხელ ლაპარაკობ. მე არ უარყოფ არაფერს, მე თუ გასვოთ ჩვენი საუბრის დასაწყისში იცით თქვი, რომ ჩვენ ონკოლოგები არ წავედით წინააღმდეგი, რომ ჩაგვეტარებინა ერთობლივი კვლევა. შესაბამისი პროტოკოლის შედგენის შემდეგ. გამიგეთ? აი, რა შეკითხვა შეიძლება მქონდეს მე პრეპარატ კამელინზე, როდესაც პრეპარატი კამელინის ფარმაკოდინამიკა, ფარმაკოკინეტიკა ყველაფერი დაწერილია მის ინსტიტუციებში. არის მოწოდებული რისანის იმუნომოდულატორი. იმუნომოდულატორების ხმარება ონკოლოგიაში ეს ონკოლოგიის დასაბამიდან მოდის. გამიგეთ, ონკოლოგიის დასაბამიდან მოდის, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი იმუნომოდულატორი მსოფლიოში არ შექმნილა. მე სხვანაირადაც გეტყვი, იმუნოთერაპიის არც ერთი საშუალება არ შექმნილა მსოფლიოში, რომელსაც როგორც მონოთერაპიას გადაეთ აბსოლუტურად არ გვაქვს საუბარი, არც გიხსენებია, არც გვიხსენებია. არ გიგამათებით მეთქი, ეგ არა, თქვი, რატომ მონოთერაპიას რატომ მიმეორებთ, როდესაც ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვამბობთ მონოთერაპიას. კარგი. ბატონო, ვამბობთ თქვენ დამიშვით მე შეკითხვა, ხო? მე რა შეკითხვები მაქვს კამელინს. ესე მე კიდევ გიმეორებთ, რომ ვეთანხმები მეთქი ბატონი კობას იმას, რომ უარყოფენ ისინი კამელინს როგორც მონოთერაპიას. ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. უბრალოდ მან მოიტანა შემთხვევები, როდესაც რამოდენიმე კურსი ქიმიოთერაპიის, სხიური თერაპიის, ოპერაციის ამტყოფი ჩაუტარდა და მოარჩინა კამელინმა. მე ვამბობ, ასეთი ამტყოფი მე არ მინახავს. ასეთი ამტყოფები წარდგენილი იქნა. წიგნში წერია რას ნიშნავს ახლა? წარდგენილი იქნა გვარის სახელით, ისტორიით, თავისი დადგენილი ნამდვილად არსებობს ამის ისტორიული მონაცემები და შეიძლება იმ შემთხვევაში თუ ვინმე მოინდომებს, ეს ასაბუთები ამოწიოს. ეს ხალხი იყო წარდგენილი ჩვეულებრივ, მაგრამ ბატონო ლადო, მე მართლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავადაც თქვა, რომ ამდენი წლის სტაჟი აქვს და არ უნახავს ასეთი რა. გასაგებია, კი ბატონო, მე არ მინახავს, არც მე არ მინახავს. მე სხვათა შორის, როდესაც სადმე მივდივარ, სადაც რაღაც შეკითხვებს ველოდები კოლეგებისაგან გარკვეულ კონსულტაციებსაც ვიღებ. მე დღეს და გუშინ და ამ დღეების განმავლობაში მრავალი ჩვენი კოლეგა შემოვიარე და პირადად ვკითხე. გამიგეთ? კიდევ ერთხელ გიმეორებ, მე ვეთანხმები ბატონ კობას იმას, რომ არ აწვდის, არ აკეთებს იგი რეკომენდაციას და საერთოდ კამელინის წარმომადგენლები, კამელინის როგორც მონოთერაპიის და როგორც პანაცეის საშუალებას. აბსოლუტურად ვეთანხმები. უბრალოდ ვერ დავითანხმები იმას, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი. ვერ დავითანხმები, ეს ჩემი პირადი აზრია, თქვენ შეიძლება კიდე გამაწყვეტინოთ. მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ კამელინი არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს პანაცეის სახით და
ის არ შეიძლება რეკომენდირებული იყოს მოსახლეობისთვის, აი ვიღაცას არ უშველა ქიმიოთერაპიამ, სხიურმა თერაპიამ, ოპერაციამ და მოარჩინა კაბელი. აი ასეთი მიმართულებას მე კატეგორიულად არ დავეთანხმებ. გასაგებია, ქალბატონ ლალი, თქვენ მინდა კითხოთ, თქვენ იზიარებთ ბატონ ლადოს ასე ვთქვათ, პათოს და პოზიციას? მიუხედავად იმისა, რომ აი ინფექცია შიცი, ეს გახლავთ იმუნოდეფიციტი, ანუ იმუნიტეტის დაავადება. დღეს იმუნომოდულატორები არ გამოიყენება ამ დაავადების სამკურნალოდ. მხოლოდ და მხოლოდ კლასიკურ მედიცინას დღეს ამ დაავადებასთან საბრძოლველად გააჩნია ანტივირუსული მედიკამენტები. ანუ ის მედიკამენტები, რომელიც უშუალოდ კლავს ვირუსს. მაგრამ გადაწყვეტილი საბოლოოდ განკურნების საკითხი არ არის და რატომ არ არის ამასაც ვიტყვი, რომ შიცის ვირუსი უცნაური ვირუსია, ძალიან ბევრი თავისებურებებით გამოირჩევა და ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ ის, რომ ვირუსი ინტეგრირებულია ადამიანის გენომში და იქ მიუწვდომელია არსებული ანტივირუსული მედიკამენტებისგან. და რაც შეეხება იმუნომოდულატორებს, იმუნოსტიმულატორებს, პრაქტიკულად არ გამოიყენება და ძალიან სიფრთხილით უდგებიან. ძალიან სიფრთხილით უდგებიან და განმარტავ. იმიტომ რომ სწორედ იმუნიტეტის ძალიან მნიშვნელოვან რგოლში არის გენომში გახლავთ ინტეგრირებული ვირუსი. კერძოდ ჰელპერებში, რომელიც მთავარი ესეთი დირიჟორიც კი გახლავთ იმუნური სისტემისა. ამიტომ ეგრეთ წოდებული იმუნომოდულატორების და იმუნოსტიმულატორების გამოყენებამ შესაძლოა იმუნიტეტის რგოლები გარკვეულად გააძლიეროს, მაგრამ გარკვეულად იქ ინტეგრირებული ვირუსის გაძლიერებაც გამოიწვიოს. ამიტომ ეს საკითხი და ამასთან ძალიან ესეთი სიფრთხილით უნდა ბატონ გოჩა, როდესაც ცნობილი ექიმები, გამოცდილი ექიმები თუ შეიძლება ბოდისუფლი ქალბატონის ნათქვამს მინდა ერთი კომენტარი გავაკეთო. კი ბატონო და შემდეგ შეკითხვა. პირველი და უმთავრესი რაც არის ლედი დევისის სახელობის ინსტიტუტ ცენტრიდან მიღებული პირველადი მონაცემები გახლავთ ძალიან მარტივი რაღაც მოხდა. მათ ითხოვეს და ჩვენ საერთაშორისო კურიერით გაუგზავნეთ რამდენიმე ნიმუში კამელინის. ეს არის ამ მეცნიერის იდეა. ის არის ჩატარებული ლაბორატორიაში. არანაირი ადამიანი და ცხოველი არ არის გამოყენებული. პეტრის ფინჯარაზე არის ჩატარებული, სადაც გარკვეული განზავება, რომელიც გააჩნია სხვა მედიკამენტებს, აი ამ დოზებში მან მოახდინა აი ამ შტამის, რომელიც არის პეტრის ფინჯარაზე მოთავსებული, მისი ასე ვთქვათ, გაუნებელყოფა. ამ მეცნიერმა გადმოგვიგზავნა ჩვენ ეს მონაცემები და გვითხრა, რომ რაღაც საინტერესო ვნახე, ამას შეიძლება აქვს რაღაცა მომავალი გაგრძელება. თქვენ ქვეყანაში არსებობს ცენტრი, თავისი ხელმძღვანელობით და ასე შემდეგ, მიმართეთ ის თქვენს ხელმძღვანელობას იცნობს, კოლეგები არიან და მეტი არაფერი. აქ ვინმე, ბატონო ვახო, არავინ არ ლაპარაკობს, რომ რომელიმე პაციენტს დედამიწის ზურგზე, რომელიც შიცით არის დაავადებული, კამელინი გაუკეთეს, ან კამელინმა მოარჩინა მსგავსი, რამეზე საერთოდ არ არის საუბარი. მაგრამ ბატონმა კობამ წიგნში მაგალითები გვაჩვენა წერას. ბატონო, როდესაც ეს წიგნი შეიქმნა, ბატონო ვახო, და დაწერილია ეს წიგნი ავტორის მიერ, არა, მარტო შიცზე ხომ არ არის ლაპარაკი, ბატონო. ბოლო რედაქტირების დროს მაშინ შიცი როგორც ასეთი დაავადება. არა, მარტო შიცზე არ ვსაუბრობ ჩვენ. ბატონ კობა, თქვენ მოიყვანეთ გარკვეული მაგალითები, რომლის მიმართ ბატონ ლადოს ჰქონდა უნდობლობა და თქვა, რომ მან ამხელა სტაჟის მქონე ექიმმა თქვა, რომ მას არ უნახავს კამელინით განკურნებული ადამიანი. ბატონ კობა, ბატონ გოჩა, თქვენთვის ვფიქრობ საჭიროა თქვენი მხრიდან პასუხის გაცემას. რა შეგიძლიათ თქვათ, როდესაც გამოცდილი ექიმი ამას ამბობს. ეს არის გადაცემა, რომელსაც უამრავი ადამიანი, მათ შორის თქვენი პაციენტებიც მე პასუხობ. ეს ის რომ მე არ მინახია, მე როგორც მეცნიერი ვერ მივიღებ ვერანაირად. მე შემიძლია ვერამეზე თქვა არ მინახია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა არ ხდება. უყურებს გადაცემას ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი პაციენტი. მათთვის მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მარტივად გაიგონ ეს ყველაფერი. რას კურნავს კამელინი? ამ შეკითხვაზე შეგიძლიათ პასუხი? რა თქმა უნდა, კამელინის ნებისმიერ იმას, რომელიცაც ჩვენ ვაწარმოებთ, ინსტრუქციაში უწერია, რას მკურნალობს. ანუ რა მიმართულებით კურნალობს ერთია, რას კურნავს? და თუ გვაქვს ასეთი
ჩვენ თქვით და უამრავი მაგალითები არის, როდესაც კიბოთი დაავადებულები იყენებენ ამ იმას. ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობის დაწყებული 40-იანი წლებიდან დამთავრებული დღემდე. და აქვთ დადებითი შედეგები. დადებითი შედეგი ყველა 100 შემთხვევაში კი არ არის, ჩემო ბატონო. ეს გამორიცხულია. თან ეს მონოთერაპიაც არ არის. არის თერაპია, არის, როდესაც ადამიანი ქიმიასაც იკეთებს, დამატებით კამელინს. არის ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი ჩაიტარა და ბოლოს მხოლოდ კამელინზე დარჩა და არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მოხდა დაუშვათ ამ ადამიანების განკურნება. ადამიანების ჯგუფს გაუხანგრძლივდა ციცო, ადამიანების ჯგუფს გარკვეული შეღავათი მისცა. არის ამის შემთხვევები. ამ წიგნშიც აღწერილია და დღევანდელ შემთხვევაში წესია. თქვენთან მოვიდა პაციენტი, რომელიც კურნალობს თქვენთან და ამასთანავე გეუბნებათ, რომ სურს კამელინის მიღება. თქვენ რა რჩევას მისცემთ? მოდით მე ცოტა ოდნავ უკან დავბრუნდები, სულ 2 წუთით უკან და რაღაცას ვიტყვი. მე არ მithქვია ესეთი ტერმინი მე არ მინახია. მე ვთქვი მე არ მინახავს და არ უნახავს ასევე არც ერთ კლინიცისტს. ასე რომ ეს ჩემი პირადი აზრი არის. ესეთი მომენტი. ამ საწიგნის გარდა მე მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ვარ და იქაც არ გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ მონოთერაპია იმუნომოდულატორებით არჩევს კიბოს. გამიგეთ? მოდით რა კიბოს საკმაოდ ბატონო გეთქინჭი დავამთავრე. ისევ მონოთერაპია დავამთავრე. არა, რატომაც ისევ იცით რა არის? აი თავარი რა არის ბატონო? კიდე ერთხელ ვიმეორებ, თავარი ჩვენი გადაცემიდან არის რომ სწორედ აქცენტებს აკეთებ თქვენ რომ ავანტყოფა ამ გადაცემის შემდეგ არ წავიდეს და არ თქვას რომ მე არ მინდა კიბოს კურნალობა ტრადიციული მეთოდებით ონკოცენტრში და ვიმკურნალო კამელინით. ამიტომ ხარ ყველა მხარე აქ წარმოდგენილი რომ მოდით რა ვითანამშრომლოთ რომ გავარკვიოთ მისი ანტიბლასტომური მოქმედების რაღაცა მომენტები და თუ ის აღმოჩნდება დადებითი ხო გამოვიყენოთ ერთობლივად. ოღონდ ერთი ეხლა თქვენ შეკითხვას უპასუხებ ხო? თუ მოვიდა ჩემთან ავანტყოფი რომელსაც მითხრა რომ მე მინდა მხოლოდ და მხოლოდ კამელინის მკურნალობა, მე მას აუცილებლად ამ გზაზე არ დავაყენებ და ურჩევ რომ იმკურნალოს ტრადიციული მეთოდები. რაც შეეხება მის პარალელურ გამოყენებას, ქიმიოთერაპიასთან, სხიურ თერაპიასთან, ნუ ეხლა ოპერაციასთან მის კომბინაცია არ ვიცი რამდენად უნდა მოხდეს ოპერაციამდე ოპერაციის შემდეგ, ნუ ეს გასარკვევია კიდე. მე კიდე ერთხელ მეორებ და ვეთანხმები აბსოლუტურად კამელინის წარმომადგენლებს და კვლევარებს, რომ ჩავატაროთ ეს კვლევა ჩვენთან, ჩვენ პირობებში, რომ მე კონდეს ავანტყოფისთვის აბსოლუტურად პასუხისგებელი პასუხის გაცემის საშუალება. რომ ჩემ პასუხზე მე ვიყო აბსოლუტურად პასუხისგებელი უბრალოდ. მაგრამ ამ ეტაპზე თქვენ არ ამ ეტაპზე სანამ მე არ ვნახავ ამ ყველაფერს. გამიგეთ? თორე კიდევ ერთხელ გიმეორებ, პარალელურ რეჟიმში იმუნომოდულატორების მიღებას მე არ აუგზავნავ არავის. გასაგებია. არ აუგზავნავ. ბატონ კობა და შემდეგ უკვე უნდა წავიდეთ დასასრულისკენ თუ გსურთ კვლავ პასუხის გაცემა. ბატონ გოჩა ერთობლივ კვლევას ამაზე ჩვენ არასდროს უკან არ წავსულვართ. დიდი სიამოვნები ჩვენ მქონდა ამის ცდელობა. ბატონმა გოჩამაც ახსნა ეს თვითონ იყო იმ კლინიკაში და ახსნა რა შემთხვევა იყო ეს. შეიძლება პატარა გაუგებრობა იყო. შეგვიძლია ეს ჩვეულებრივად მოუხსნათ პრობლემა. დიდი სიამოვნებით, როგორც ვატარებთ ახლა ტუბერკულოზის ცენტრში, დამწვრობის ცენტრში, ბალნეოლოგიურ ცენტრში, ჩვენ თანამშრომლობთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით ერთობლივად ვაკეთებთ ამას და ვხედავთ გარკვეულ რეზულტატებს. ასევე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან. მე მგონი საჩხუბარი აქ არაფერი არ აგვაქვს და პირიქით მე მგონი ძალიან კარგი, ისევე როგორც შიშის ცენტრთან და თქვენთანაც დიდი სიამოვნებით ჩვენ თუ გინდათ ხვალებებს ზათვათ ეს გავაკეთოთ და ის რეზულტატები რაც დადგება ერთობლივი კვლევის შედეგად გნებათ მოვახსენოთ ერთად კიდევ მოვახსენოთ საზოგადოებას კი ბატონო და ბატონ გოჩა თუ გსურთ რამის თქმა და ქალბატონ ლალი შემდეგ თქვენ და უნდა დავასრულოთ გადაცემა. ძალიან კარგი რომ კიდევ ერთხელ საზოგადოება თქვენი რეპორტაჟის საშუალებით ბატონო ვახო იგებს რომ კლინიცისტი ექიმები, წამყვანი სპეციალისტები ქვეყნის არ არიან არანაირ წინააღმდეგობაში იმასთან რომ თუნდაც უფრო მეტი სიღრმისეული თანამედროვე მეთოდოლოგიით იქნეს ამ პრეპარატის უკვე არსებული თვისებები მეტად შესწავლილი, უფრო მეტი სითამამით თქვათ დაინიშნოს კლინიცისტი ექიმების მიერ პაციენტებთან მიმართებაში. ეს არის ჩვენი მხრიდან ძალიან მისასალმებელი. ყველასგან და პირადად თქვენი გადაცემის მიმართად. ქალბატონ ლალი
დღეს აინფექციაში ცის მკურნალობა ის რაც არის ძალიან წარმატებული. აი ამ ანტივირუსულ მკურნალობასთან კამელინის დამატება უბრალოდ მე არ ვიცი რას მოგცემს. შეიძლება ვთქვათ ოპონირების თვალსაზრისით მითხრან რომ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ აქვე განმარტავ რომ ეს მკურნალობა რომელიც დღეს არსებობს ძალიან კარგია, ძალიან წარმატებულია და ამ მკურნალობის ფონზე ავადმყოფები ძალიან კარგად გრძნობენ თავს. პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან და სრულფასოვანი წევრები საზოგადოების. უბრალოდ მე ვერ ვხედავ მაგალითად კამელინის დამატების საჭიროებას. შეიძლება რაღაცა არამომგებიან რამეს ვამბობ ახლა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი კობა გურიელიძე, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ბატონი ლადო კუჭავაკ, მადლობთ რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, ბატონი გოჩა დავლიანიძე და ქალბატონი ლალი შარვაძე. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე, რა თქმა უნდა, პირველ 10-ზე ნახვამდის.